გამარჯობა. ეს არის პოდკასტი წარმატების ისტორია. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. თქვენ უსმენთ და უყურებთ რადიო სივრცეს FM 98 და 5. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარია ჯაზ მომღერალი, მუსიკოსი, თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი, ქალბატონი მაია ბარათაშვილი. ქალბატონი მაია, უდიდესი მადლობა სტუმრობისთვის, დროის დათმობისთვის. ჩვენი პოდკასტი შეეხება წარმატების შესახებ ისტორიებს, მათ წარმატებული ადამიანების მიერ განვლილ გზას, რომელიც სხვისთვის შესაძლოა მაგალითი აღმოჩნდეს. თქვენ გაქვთ ძალიან ბევრი ტიტული მიღწევა, სხვადასხვა კონკურსში გამარჯვება, მათ შორის სხვადასხვა ქვეყანაში, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი. და შესაბამისად ხართ ძალიან საინტერესო რესპონდენტი ჩვენთვის და დიდი მადლობა ამიტომ რომ დიდი მადლობა მოწვევისთვის. დავიწყოთ დასაწყისიდან თქვენი ისტორია, მათ შორის პროფესიები, კარიერა არ იწყება მაინც და მაინც მუსიკასთან კავშირში, თუმცა სხვადასხვა ინტერვიუში ახსენებთ, რომ მუსიკა ყოველთვის თან გდევდათ, მაგრამ იყავით და ხართ პროფესიით არქიტექტორი, იყავით სხვადასხვა სამსახურში, თუმცა გაგიცანით როგორც მუსიკოსი. აი როგორ მოხდა, რომ სხვადასხვა პროფესიების მიუხედავად ბოლოს თქვენი მისია აღმოჩნდა მუსიკა? იცით რა არის, ცხოვრებას თვითონ მოაქვს შენთვის გარკვეული რეალობა. რეალობიდან გამომდინარე მე ყოველთვის ვიქცეოდი ისე, როგორც მიჩვენებს და დაუშვათ ცხოვრების გზა. ჩემს შემთხვევაში მე როგორც ადამიანი, რომელსაც სწამს, მე ვიტყოდი, რომ უფლის ხელით იყო მართული ჩემი ცხოვრება ისევე როგორც ყველა ადამიანის ცხოვრება. მე დავიბადე მუსიკალურ ოჯახში. დედა მღეროდა. დედა იყო პროფესიით კბილის ექიმი, ძალიან კარგი დანტისტი იყო, კარგი პროფესიონალი. დედა ძალიან კარგად მღეროდა და იდგა პროფესიულ სცენაზე და მე მაქვს ფოტო, სადაც ინოლა გურგულიასთან ერთად, მერაბ თაბუკაშვილთან ერთად, ძველი თაობის არტისტებთან ერთად დგას სცენაზე. ბებიას ჰქონდა ძალიან ლამაზი კოლორატურული სოპრანო და ყოველთვის მღეროდა ხოლმე არიებს ოპერიდან მიმი. მამას ძალიან უყვარდა მუსიკა, სახლში მქონდა ვიოლინო და მეუბნებოდა, რომ ბავშვობაში ვიოლინოთი იყო გატაცებული. მე მამას დაკრული არ მომისმენია, მაგრამ მამა ჯდებოდა ხოლმე პიანინოსთან და ისე მოყვარულის დონეზე რაღაცებს უკრავდა ხოლმე. მაგრამ 7 წლის ასაკში მიმიყვანეს მუსიკაზე არაჩვეულებრივი ქალბატონი იყო ცისანა შანიძე და შემდეგ უკვე ჩემი გზა გაგრძელდა მე-16 მუსიკალურ სკოლაში პედაგოგთან მედიკო ჩხეტიანის, სადაც ფაქტიურად ჩაეყარა საფუძველი იმას თუ რაცა ვარ დღეს. მუსიკალური სკოლა 7 წლები იმ პერიოდში იყო ძალიან ისეთი სავალდებულო რამ. რეალურად ესე დაიწყო ჩემი მოგზაურობა მე-16 მუსიკალურმა სკოლამ შეცვალა ჩემი ცხოვრება. მინდა გითხრათ, ყოველ წელს გქონდა საფორტეპიანო კონცერტები სიმფონიურ და კამერულ ორკესტრებთან ერთად. პირველი ჩემი ვოკალური ნაწარმოები იყო არაჩვეულებრივ ლოტბართან ერთად გაკეთებული. ეს იყო პერგოლეზის სტაბატ მატერ 12 საგალობელი და 12-ვე შევასრულეთ ბავშვთა გუნდმა. ეს იყო ადრე. შემდეგ რაღაცები შეიცვალა ჩემ ცხოვრებაში. მაშინ როგორ იყო, იცით, მუსიკოსის პროფესია იყო ძალიან სარისკო იმდენად, რამდენადაც ცოტა ისე პრაგმატულად ვიტყვი, არ იყო ძალიან შემოსავლიანი. არ იყო მაშინ ისეთი პერსპექტივები, დახურული იყო საზღვრები, საზღვარგარეთ ვერ წახვიდოდი სასწავლებლად, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ საქართველოში გქონდა არაჩვეულებრივი კლასიკური, ინსტრუმენტული და ვოკალური სკოლა. ბრწყინვალე აქაური სკოლით ძალიან ბევრი ადამიანი დღეს მით უმეტეს გავიდა საზღვარგარეთ, მოღვაწეობენ საერთაშორისო სცენაზე. მაგრამ მაშინ მაინც ცოტა პრაგმატულად ფიქრობდნენ, ალბათ მე პატარა ვიყავი და გადაწყვეტილი იყო, რომ მე უნდა ექიმი ვყოფილიყავ, იმიტომ რომ დედა იყო ექიმი, ბაბუა იყო ცნობილი ექიმი, პატემ გალობლიშვილი, მისი ძმა გოგი გალობლიშვილი საქართველოს მთავარი მეღვინე იყო და პირველი იყო, ვინც გაემგზავრა გერმანიაში, ჩამოვიდა დაწერა ნაშრომები და ნახევრად მშრალი ღვინოების აღორძინებაში შეიტანა ძალიან დიდი წვლილი. მას უნდათ ექიმობა, მე ძალიან მაინტერესებდა გინეკოლოგია, მქონდა ესეთი ჟორდანიას ძალიან სქელი წიგნი, ძველი
პირველი ძველი, რომლითაც ასწავლიდნენ სამედიცინო უნივერსიტეტში, ერქვა მეანობა და მახსოვს თემაც კი დავწერე. მოკლედ, ესე შეტრიალდა ჩემი ცხოვრება, რომ აღმოვჩნდი არქიტექტურულზე, იმიტომ რომ ხატავდი და დამაინტერესა. გაინტერესებდა სამედიცინო, მაგრამ აღმოჩნდით არქიტექტურაზე. არქიტექტურულზე აღმოვჩნდი, დავამთავრე არქიტექტურული, არ მიმუშავე არქიტექტურით, მაგრამ იქ შეძენილი გარკვეული უნარჩვევები ძალიან მადგება, ეს არის კომპოზიციის შეგრძნება, ეს არის კომპოზიციის აგება, იმიტომ რომ ჩვენ ამას ვსწავლობდით. ძალიან საინტერესო გამონათქვამია, რომ არქიტექტურა არის ქვაში გაყინული მუსიკა. საინტერესოა. ძალიან საინტერესოა. რა თქმა უნდა, ძალიან ბევრი არქიტექტორი და მხატვარი შემდეგ გახდა პროფესიონალი მუსიკოსი და პირიქით მე ვიცი, რომ Pink Floyd-შიც მე მგონი სოლისტი იყო მხატვარი და შემდეგ ასე ვთქვათ მუსიკოსი დადგა. დავამთავრე 7 წლები, მე უნივერსიტეტში არქიტექტურულზე ხშირად გამოვდიოდი სტუდენტურ დღეებზე, უკრავდი, მღეროდი და შემდეგ უცებ ესე იგი 97 წელს თუ არ ვცდები თბილისში იხსნება ძალიან მაგარი ადგილი, რომელიც იყო თავისი ბუნებით ძალიან უნიკალური, ეს იყო ჯაზ კლუბი, დათოს ჯაზ კლუბი, დეივიდს ჯაზ კლუბ, ეს იყო აჭარის ქვედა სართული და სადაც იკრიბებოდა მთელი თბილისი, მთელი ჩვენი მეგობრები, დათო ლოლაძე და გია მანჯგალაძე, რომელთაც პირველად შემომთავაზეს, აი ესეთი სიურპრიზი დამეცა თავზე, იმიტომ რომ მე მიყვარდა ეს საქმე, მენდი გარკვეულწილად ჯაზს და მოკლედ გაიხსნა კლუბი და ბიჭებმა შემომთავაზეს იქ მუშაობა, რა თქმა უნდა, მაშინ არაფერი არ ვიცოდი, იქ უკვე გამოცდილი მუსიკოსები მოღვაწეობდნენ, ჯაზის მუსიკოსები, თათუზა ყურაშვილი იყო ჩვენი ლეგენდა, ძალიან ცნობილი, რომელმაც საქართველოს სახელი გაიტანა საზღვარგარეთ და ძალიან ესეთი დიდ სცენებზე და არაერთ საერთაშორისო სცენაზე იდგა და მოკლედ დავთანხმდი მათ შემოთავაზებაზე და თქვენი მონაცემები იცოდნენ, იცით რა მომისმინა გიამ, მომისმინა დათომ და გადაწყვიტეს რომ ახალი სისხლი ჭირდებათ, მაშინ გულიკო ჭანტურია უკვე აქტიურად მოღვაწეობდა ვოკალისტებზე ვიძახი თორე სცენაზე დგომა, აი საჯაროობა, პოპულარობა. იცით რა არის მსურდა სცენაზე დგომა. კი, მინდოდა ძალიან, მინდოდა, არ ვიცი საიდან მოდის ეს ყველაფერი. იცით ეს იმდენად ქვეცნობიერია, რომ აი ეს დოფამინი, რომელიც გამოიყოფა, მაშინ, როდესაც შენ მიზანი გაქვს, ეს დოფამინი მე ეწყობა აქტიურად გამომეყო, მქონდა მიზანი და ამ მიზნისკენ მივდიოდი. მე ძალიან მიზანდასახული ვარ. არ ვიცი რატო მოხდა ეს ყველაფერი, აი ესე მოიტანა ცხოვრებამ. ეწყობა ბუნების ნაწილიც არის. მოკლედ დავიწყე მუშაობა, სადღაც 6 წელი მუშაობდი იქ ძალიან, იქ ვისწავლე მასთან ვთქვათ მიკროფონთან ურთიერთობა, პარტნიორის მოსმენა, აუდიტორიასთან ურთიერთობა, პარტნიორის მოსმენა, კვადრატი რა იყო. ხა დღეს ჯაზი ისეთი სფეროა, რომ სულ იზრდები და სულ რაღაცა უნდა ისწავლო. ანუ ძალიან რთულია. ყოველ შემთხვევაში მე აქ მაშინ არ იყო ჩვენთან დაუშვათ კონსერვატორიაში ჯაზის დეპარტამენტი, დღეს არის კიდევ კარგი და არაჩვეულებრივი ახალგაზრდები მოდიან. მაშინ არ იყო, ამიტომ მე ვსწავლობდი ჩანაწერებით, ვსწავლობდი უფროსი კოლეგებისგან, უყურებდით გულიკო ჭანტურიას, იმიტომ რომ გულიკო უკვე გამოცდილი იყო და ძალიან ნიჭიერი ქალბატონი არის დღესაც და მაშინაც იყო და ჩვენთვის ვოკალისტებისთვის გულიკო იყო მაგალითი. მოკლედ ეს ადგილი გახდა მექა, ასე ვთქვათ, ჯაზმენების შეკრების, იმიტომ რომ თავად ეს ორი ადამიანი, დათო ლოლაძე და გია მანჯგალაძე, დათო ორივე იყო მუსიკოსი, დათო ლოლაძე არქიტექტორი იყო, ჩემსავიდი და საქსოფონზე უკრავდა და გია მანჯგალაძე პროფესიონალი დრამერია. ანუ გემოვნებიანმა ხალხმა გახსნა ეს კლუბი და გემოვნებიანი ხალხი მართავდა ამას ყველაფერს. დასაწყისში ეს თქვენი ჰობი იყო თუ უკვე როცა შედგით სცენაზე ფეხი, მიხვდით რომ იცით რა არის? იცით რა, არა, ჯერ აი რაც მოიტანა ცხოვრება, მქონდა კონცერტები, რადგანაც იყო მოთხოვნა, მე გამოვდიოდი, ვთქვათ, კონცერტებზე, მე რაღაცა კონკურსები, მივყვებოდი იმ შემოთავაზებებს, რასაც ცხოვრების გზა მაძლევდა, უარს არ ვამბობდი, არ ვეწინააღმდეგებოდი, მოდიოდა ბევრი შემოთავაზება და ამ შემოთავაზებებზე მე თანხმდებოდი. ახლა რა ნახეთ რა ხდება 98 წელს ძალიან მნიშვნელოვანი რამე მოხდა ჩემ ცხოვრებაში. თბილისში გაიოს კანდელაკმა
ესე იგი ეს ადამიანი არის ძალიან რემარკაბელური და ძალიან კაფეო ფიგურა ჩვენი ხელოვნების, ასე ვთქვათ, სახელოვნებო სივრცეში, თეატრში, ეს ადამიანი არის, რომელსაც პირველი როკ და ჯაზ ფესტივალი ჩაატარა საბჭოთა კავშირში, გაიოზმა გახსნა ბიგ ბენდი, თბილისში შეიქმნა ჯაზ ორკესტრი. შემდეგ უკვე ქალაქის მერიამ, ასე ვთქვათ, აიტაცა ეს ინიციატივა და დღეს ვართ თბილისის მერიის ბიგ ბენდი, უკვე მრავალი წელია და მაშინ დამხვდა, მე მახსოვს ეს რომ გავიგე, ნახეთ როგორი უცნაურია ეს დოფამინი. დოფამინი არის მიზნის მიღწევის ერთ-ერთი მოტივატორი, ხო, ერთ-ერთი მოტივატორი. მოკლედ წავედი რეპეტიციაზე. მე არც მიფიქრია რომ ამ ორკესტრის სოლისტი შეიძლება გამხდარიყავი არანაირად, მაგრამ როგორც ჩანს ქვეცნობიერად, მაინც მაინტერესებდა, მივედი და დამხვდა გაიოზი, დამხვდა გივი გაჩეჩილაძე, დირიჟორი, სამხატვრო ხელმძღვანელი, დამხვდა კახა მარკოზაშვილი მაშინ, ვინც არის დღესაც არის დირექტორი ჩვენი ბიგ ბენდის და აი შენ გელოდებოდითო. მოკლედ მოусმენი ვარ ჯაზ კლუბში და ანუ ვინ იმღერებს swings დაუშვათ, ხო? ახალგაზრდა სახელი უნდოდათ მაშინ და ამიყვანეს. აი იქ დაიწყო ჩემი ასე ვთქვათ მოსმენა, მოსინჯვა, იმიტომ რომ დიდ კოლექტივთან მუშაობა სულ სხვა არის. იქ რა თქმა უნდა ბევრი რამე ვისწავლე და მე უკვე 28 წელია ფაქტიურად ვარ პირველი სოლისტი ვიყავი მე და ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. ამ ეტაპზე როგორ აფასებთ ამ გადმოსახედიდან მესმის რომ რთული იქნება საკუთარ თავზე საუბარი, მაგრამ თქვენი წარმატება ზოგადად რას უკავშირდება ნიჭს? რა თქმა უნდა, იმიტომ რომ შეუწყობელია ნიჭის გარეშე ამდენ ადამიანს შეემჩნიეთ და ამ ხელა წარმატებისთვის მიგეღწიათ, მაგრამ იყო თუ არა იღბალიც მათ შორის სწორ დროს სწორ ადგილას მოხვედრა, შრომის უნარიანობა, შრომის სიყვარული, აი როგორ შეფასებთ? არგო ადამიანო, მე არ მჯერა იღბლის, მე მჯერა ორი რამის. არის ადამიანის ნება, რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი და არის უფლის ნება, რომელიც არის კიდევ უფრო მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ გულით რაღაცა გინდა, უფალი აგისრულებს ამას, ოღონდ ისე კი არ აგისრულებს, რომ ეს საჩუქრებად გადმოგეყაროს და უშოთ აუცილებლად გზას გამოგიჩენს, რა გზითაც შენ შეგიძლია მიაღწიო შენ მიზანს. ან თუ არ არის შენთვის ეს საჭირო და თუ შენ ეს დაუშვათ დაგაზიანებს სულიერად, ეს საერთოდ არ ხდება, ან მესამე ვარიანტია თავის დროზე ხდება დაუშვათ ის შენი სურვილი, იმიტომ რომ სწორ დროს, ხო, ამიტომ მე იღბლის სწორ დროს, სწორ ადგილას ყოფნა ეს არის ადამიანის სურვილი, დოფამინი, მიზანი, რომ მე მინდოდა ვთქვათ რაღაცა გამეკეთებინა და ამიტომ იცით ესეთი ეთერიდან მე სიგნალებს იჭერ და ვერც არც ერთ სიგნალს არ უშვებ ხელიდან და ახლა გავიგე მაგალითად ბიგ ბენდი რო შეიქმნა, ხო, შეიძლება მე თქვა რომ იცით რა ახლა სანამ არ დამირეკავენ მე იქ არ წავალ. ან რაღაცა ეს მქონოდა რაღაცა ამპარტავნება საერთოდ ადამიანებს რომლებიც სცენაზე დგანან, მე არ ვიცი სხვაზე, ვერ ვიტყვი რა თქმა უნდა, მაგრამ ძალიან დიდი ცდუნებაა, ძალიან დიდი, როცა ბევრი ადამიანი ტაშს გიკრავს, როდესაც გაქებენ, როდესაც ვიღაცას მოწონხარ, ყველას ვერ მოეწონები რა თქმა უნდა, მაგრამ გარკვეული სახის ჩვენ ეგო გვაქვს ყველას და ეს ეგო ასე ვთქვათ წყალს usხამთ ამ ეგოს. თავში ავარ. რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის, ვერავინ ვერ გადარჩება ამისგან. მქონიათ მსგავსი მომენტი? მქონია, როგორ არ მქონია და ჩემი თავი მძულს იმ პერიოდში, როცა მქონია, მაგრამ მე ცხოვრება ღმერთი ისე გაჩვენებს ყველაფერს, რო ხდება უფალი, რომ შენთვის ეს დამაზიანებელია, ესეთ სიტუაციაში მოგახვედრებს, რომ რქებს მოიტეხ ადამიანი და თავსაც დახრი. ეს არის ძალიან სასარგებლო რამე. ხელოვანისთვის ძალიან ბევრი მასწავლა ამან, ბევრი სიტუაცია მქონია, სადაც იცი რა, ვიღაცა გეუბნება, იცი რა, არ მომწონხარ და всё. რა პრობლემაა? ვიღაცას მოწონხართვის რომ თქვა წარუმატებლობა, ამაზე წარუმატებლობა, მაგრამ ერთი რამე აუცილებელია მარცხი. აუცილებელია ნებისმიერ მე მახსოვს ერთმა სპორტსმენმა, რომელმაც 5ჯერ მოიგო ჩემპიონატი, მსოფლიო ჩემპიონატი, არ ვიცი, აღარ მახსოვს რომელმა, ბოლოს წააგო.
და რა თქვა იცით, კი მაგრამ ესე ამდენი მოგების მერე რო წააგეთო და იცით რა უფალმა დაუშვა ის რომ მე წამეგო, იმიტომ რომ თავში არ ამვადნო და ეს ყველაფერი და ესე იყო საჭირო ეთანხმები. მარცხმა არ უნდა შეგვაშინოს, ახალგაზრდებს მიმართავ ახლა არავითარ შემთხვევაში. მარცხმა არ შეგაშინოთ, არავის არ მისცეთ უფლება რომ ვიღაცა მიგითითოთ უხეშად, რა უნდა გააკეთო და რა არა, თუ არ არის ეს თქვენი პედაგოგი და გულშემატკივარი. არც ერთ ადამიანს არ მოусმინოთ, არავინ არ დაგაჯეროთ იმაში, რომ შენ ამას ვერ გააკეთებ, ამ იმას ვერ მიაღწევ, ყველაფერი გამოგივათ, თუ კი პედაგოგთან ერთად ხოშოს თათუზამ მითხრა ერთხელ ყურაშვილმა, რომ თამას ყურაშვილმა, რომ რასაც პედაგოგის გარეშე აკეთებ, ის არაფერი არ ვარ სწორია. ეხლა არიან დიდი გენიოსები, ვთქვა ჯანგო რეინჰარდს საერთოდ არ ქონდა პედაგოგი, არა ნოტები არ იცოდა. მაგრამ არიან გამონაკლისები, ეროლ გარნერს საერთოდ არ ქონია არ ყოლია პედაგოგი, მაგრამ მაინც პედაგოგის გარეშე რაც კეთდება, ის შეიძლება განწირული იყოს, ვთქვა არასწორი, ვთქვა მარცხის შეიძლება არ იყოს, მაგრამ რაღაცა არასწორი, ვთქვა მიმართულების კრიტიკის მიმართ როგორი დამოკიდებულება გაქვთ, თქვენ უკვე ისაუბრეთ რომ საჭიროა რომ მაინც და მაინც არ მოусმინოთ და გავფილტროთ, ასე ვთქვათ, მაგრამ მით უმეტეს დღეს ბოლო პერიოდში თითქოს ეს ბულინგის სიძულვილის ენა განსაკუთრებით სოციალში ძალიან გააქტიურდა და შესაბამისად ბოლოს კანონ პროექტიც კი იქნა შემოღებული ხელისუფლების მხრიდან, რომელიც ზოგს მოწონს, ზოგს არა. ზოგადად აი კრიტიკას როგორ იღებთ და ამ გარემოსაც როგორ აფასებთ ბულინგის გარემოს, ასე ვთქვათ. იცით რა არის, მე საერთოდ ვფიქრობ, ჩვენ ქრისტიანობა გვასწავლის, რომ არ განიკითხო. ძალიან რთულია ამ პირობის შესრულება, იმიტომ რომ ადამიანებს არ გვიჩერდება არაფერი ენაზე. გული ისეთი უცნაური ორგანოა, მე კუნთს კი არ ვიძახი როგორც ფიზიოლოგიურ ორგანოს, ანუ როგორც სულიერების ცენტრს, გული, აი გულის გული, სადაც შენ შეგიძლია სიწმინდე შეიგრძნო, სადაც ღმერთი შეგიძლია შეიგრძნო. მაგრამ ჩვენ ეს ძალიან გვიჭირს, ამიტომ მე წინააღმდეგი ვარ დაცინვის, ბულინგის, ვინც არ უნდა იყოს, სულ რომ მტერი იყოს სიტყვაზე და მე მიმაჩნდეს ადამიანი მტრად, ხო? პირიქით ქრისტიანობა გეუბნება სახარება, რომ მიმიფურთხებია ესეთი გულისთვის, რომელსაც მტრის სიყვარული არ შეუძლია. ამიტომ აპრიორი გეუბნებით, რომ ჩემთვის ბულინგი, დაცინვა, სარკაზმი, ელეგანტურ იუმორზე სიამოვნებით. ეს კიდე სხვა, ელეგანტური სარკაზმი მისაღებია, მაგრამ არავითარ შემთხვევაში დაცინვა და არავითარ შემთხვევაში საერთოდ მე არ მიყვარს ადამიანის დაცინვა, მაშინაც კი, როდესაც ყველა ერთად ვიცინით. იუმორი კარგია. და იმუნიტეტი გაქვთ გამომუშავებული. იცი როგორ არის? არა, აი არ თქვათ როგორ არ მქონია და თან ეს არა უცხო ადამიანი სულაც არ ყოფილა, იყო შემთხვევები, როდესაც ახლობელი ადამიანისგან ყოფილა ეს, მაგრამ იცით რა არის? კიდე აი ისევ ვუბრუნდები, რომ არ მისცეთ არავის უფლება მოგაცილოთ იმ საქმეს, რომელიც თქვენ ძალიან გიყვართ. ყველანაირად ეცადეთ თქვენს მაქსიმუმს მიაღწიოთ, მაგრამ იცით რა არის, შეიძლება პერფექციისტკენ მიილტოდე და ნუ ვერ გახდე, ვთქვათ, ბიბი კინგი, ვერ გახდე კაუნტ ბეისი, ვერ გახდე სკლიფასოვსკაია, ხო, ვერ გახდე მარია კიური, მაგრამ ძალიან კარგად გრძნობდე შენ ამ საქმეში თავს. აი ამ შემთხვევაში არავის არ მიცეთ უფლება, რომ მიგიგთითოთ რა უნდა აკეთო და რა არ უნდა აკეთო. ეს ერთი. კრიტიკა აუცილებელი, ეს ყველაფერი კეთილგანწყობილ პედაგოგთან, კეთილგანწყობილ, იმიტომ რომ შეიძლება პედაგოგი ამა თუ იმ მიზეზის გამო, ჩვენ ეს არ ვიცით ადამიანს გულში რა აქვს. შეიძლება იმას თავისი, ვთქვათ, სხვა მოსწავლეები ყავს, რომლის მიმართაც გული შეტკივა უფრო მეტად ვიდრე შენზე. შეიძლება პიროვნულადაც არ მოწონხარ და ქვეცნობიერად არ უნდა რომ შენ ისეთი კარგი იყო როგორც ვთქვათ, ხო, შეგიძლია, მაგრამ მე გამიმართლა. მე ძალიან კაი პედაგოგები მყავდა, არაჩვეულებრივი ვოკალის პედაგოგები, კლასიკაშიც ბაროკოს შევეხე მისი წყალობით, ჯაზშიც, ესტრადაში დღესაც მყავს ვოკალ კოუჩი და ეს ამ ადამიანებისგან მე ყოველთვის გრძნობდი და ვგრძნობ ძალიან დიდ კეთილგანწყობას და მაშინაც კი, როდესაც შეიძლება არაფერი გამოგდიოდეს და გიჭირდეს, აი მაშინაც კი ხელი არ
უნდა ჩაიქნიო. იმიტომ რომ დროთა განმავლობაში უნდა იცოდეს ადამიანმა. დროთა განმავლობაში რაღაცა იწყება, რაღაცა მთავრდება. არაფერი არ არის მუდმივი. დასაწყისში ვახსენეთ, რომ თქვენ ძალიან ბევრი ტიტული გაქვთ, მათ შორის მრავალი კონკურსი გაქვთ, კონკურსში ხართ გამარჯვებული. სულ ახალ რამდენიმე წლის წინ 2020 წელს ფილარმონიის წინ თქვენი სახელობის ვარსკვლავი გაიხსნა. სხვადასხვა ქვეყანაში გაქვთ ჩატარებული სოლო კონცერტები, მათ შორის გერმანიაში, ნიუ-იორკში გაქვთ კონკურსში საუკეთესო ჯაზ. Made in New York. ხო, მე ორეულში გავედი. კი, ხო, ძალიან კარგი ონლაინ კონკურსი იყო. საკუთარ ქვეყანაში წარმატება ხომ ერთი მხრივ როგორი რთულია, მაგრამ უცხო ქვეყანაში კიდე სხვა გამოწვევებს უკავშირდება. როგორ შეაფასეთ? აი რა გამოწვევებთან მოგიწიათ? იცით რა არის? უცხო ქვეყანაში თუნდაც სცენაზე დგომისას, თუნდაც კონკურსში გასვლისას და ასე შემდეგ. იცით რა, როდესაც სცენაზე დგეხარ და იცი რა უნდა უთხრა მაყურებელს და გაქვს სათქმელი დაუშვათ, ხო? და უზიარებ იქ მოსულ მაყურებელს, ვინც არ უნდა იყოს, რა ქვეყნიდანაც არ უნდა იყოს და ხალ გულწრფელია ამაში. მაყურებელი გრძნობს გულწრფელობას და თვითონვე გპასუხობს გულწრფელობით. აქ პირდაპირ გეტყვით, რომ შეიძლება განსხვავდება შენი პერფორმანსები, შეიძლება დაუშვათ წარმატებული იყოს, შეიძლება ნაკლებად წარმატებული იყოს. მე გამიგია მაგალითად, რომ ზოგიერთი ერთ თეატრის მსახიობზე წავიკითხე, რომ კაცო გენიალური მსახიობი იყო და წყინვალედ თამაშობდა, მაგრამ რაღაცა სიტუაციებში შეიძლება აი იმ გენიალურ ნიშნულს რაღაცა მიზეზის გამო არ თქვათ ზოგავდა თავის თავს. ანუ სხვადასხვანაირი შეიძლება იყოს, შენი პერფორმანსი უნდა ეცადო, რომ მაქსიმალურად იყოს კარგი და იდეალური, მაგრამ ყველაზე მთავარი არის შენთან მოსული მაყურებლის რეაქცია და შენთან მოსულ მაყურებელთან შენი ემოციის გაზიარება, რაც შენ მოგწონს და რაც შენთვის ბუნებრივია და სასიამოვნოა, იმას გრძნობს მაყურებელი. შეიძლება რაღაცა არ გამოგივიდეს, შეიძლება რაღაცა გამოგივიდეს, მაგრამ თავარი ის არის, რომ სპეციფიკა, იცით როგორია, როგორ გითხრა, შენი საქმე უნდა გააკეთოს, ხო შორის მაეპლისეც გაიძახდა, რომ არასდროს პუბლიკაზე არ იმუშაო, შენი საქმე გააკეთე როგორც შეგიძლია და იქიდან წამოვა შესაბამისი ხო ემოცია. ასე რომ ხო ეხლა ეს წარმატებები რაც ახლა მე საერთოდ არ მიყვარს ეს სიტყვა. წარმატება რა ხა ხო ყოველ შემთხვევაში რაღაცა სტატუს შეიძლება მიაღწიოს ადამიანმა, მოგწონდეს ის რასაც აკეთებ და კიდევ წინ იაროს ადამიანმა სანამ ცოცხალია განვითარდეს, შეიძლება საერთოდ შეცვალო უცებ შენი გზა. მამა მაგალითად პირველად ჩააბარა სამედიცინო უნივერსიტეტში 2 წელიწადში წამოვიდა, იმიტომ რომ უკვე დაიწყო იქ რაღაცა ვთქვათ პრეპარირება, ხო? ვერ გაუძლო, მე სასოფლოში ჩააბარა და მე იპოვა თავისი მოგვიანებით იურისპრუდენცია და იყო ცნობილი, ძალიან მაგარი იურისტი და იპოვა თავის საქმე. ნახეთ, რამდენი ეძება. გაბატონო მაია, ყველა წარმატებას აქვს თავისი ფასი. ყველა ადამიანის ცხოვრებაში ეს ფასი სხვადასხვა რამ არის. თქვენ შემთხვევაში შეიძლება თუ არა ვთქვათ, რომ ეს არის პირადი ცხოვრება, იმიტომ რომ ერთ-ერთ ინტერვიუში გაქვთ ნათქვამი, რომ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შემოთავაზება, ასე ვთქვათ, არ შედგა იმიტომ ოჯახი, რომ ხო, არ მოინდობებდა ვთქვათ მოითხოვა პირდაპირ მნიშვნელობით, რომ დაგენებებინეთ თავი თქვენი პროფესიისთვის, მუსიკოსობისთვის. ეს პირადი ცხოვრება არის თქვენი ფასი, თქვენი წარმატებისთვის. მე საერთოდ არ ვცვლი, რომ მე რაღაცა დავთმე. მე ვარ უბედნიერესი და ამას გულწრფელად გეუბნები, იმიტომ რომ ადამიანი თვითონ წყვეთს რა უნდა. გულწრფელად გეტყვით, მე მიუხედავად იმისა, რომ მე ვთვლი, რომ ოჯახი არის ძალიან დიდი სიბრძნე და ის სივრცე, სადაც ადამიანი ქრისტიანობას სწავლობს, იმიტომ რომ საკუთარი ეგო უნდა დათრგუნო და ეს არის აუცილებელი ზოგ შემთხვევაში, კი არა ხშირ შემთხვევაში. მე არასდროს არ მქონია ვთქვათ, აი რაღაცის აი ესეთი სურვილი, ვთქვათ, როგორიც მქონდა რომ სცენაზე მდგარიყავი, ხო, ვთქვათ. არ იყო ეს სურვილები თანაბარი. ამიტომ იცით, ადამიანიც არ შემხვდა ისეთი რომ მე ვთქვათ, მისი გულისთვის რაღაცა დამეთმო, მაგრამ მე ვარ უბედნიერესი, იმიტომ რომ პირველ რიგში ღმერთი კითხულობს შენ გულს და ნუ ამ გულში როგორც ჩანს არ იყო
ოჯახის შექმნის ძალიან დიდი ისეთი სურვილი. გარკვეული მიზეზების გამო ადამიანია და გუნება, ხო, ვთქვათ, ვიღაცას ძალიან უნდა, ვიღაცას ძალიან არ უნდა, ვთქვათ და ხო. და მეორე მომენტი, ხო, აქედან გამომდინარე ღმერთმა არ დაუშვა ის რომ ვიღაცა გამოჩენილიყო ადამიანი, რომელიც ვთქვათ, ერთ სიხშირეზე იქნებოდა ჩემთან და ასე ვთქვათ, მეგობარი, კარგი მეგობარი იქნებოდა, მეუღლე იქნებოდა, ვისთან ერთადაც ერთი მიმართულებით გავიხედავდით. ოჯახი ძალიან რთული რამეა, ძალიან ბევრ რამეზე გიწევს უარის თქმა, დიდი მოთმენა გიწევს, რაც დათმენა. ეს არის ერთ-ერთი ხო, ქრისტიანობაში ყველაზე მთავარი არის თავმდაბლობა და მოთმენა. ანუ მნიშვნელოვანია ამაზე ეს არის ორი მნიშვნელოვანი ასპექტი, რომელზედაც დგას და რა თქმა უნდა ღმერთის სიყვარული, ჩემი აზრით. შესაბამისად, როგორც ფასს ასე არ უწოდებ. არა, ჩემო კარგო, იმიტომ რომ მე ამას არ ვნანობ. არ ვნანობ, იმიტომ რომ იმდენი საჩუქარი მაქვს უფლისგან და იმდენი რამე მომეცა. ის რომ ადამიანს გაქვს სახლი, სადაც ცხოვრობ და ლამაზი ბინა გაქვს. ის რომ არ გშია და მაგიდაზე მუდმივად არის საკვები. ის რომ შენ ჯანმრთელი ხარ და 12 და 14 კილომეტრის სიარული შეგიძლია ყოველ დღე. ის რომ შენ მე ბედნიერი ვარ რომ ვიღვიძებ. აი ეს არ არის თამაში, გულწრფელად გეუბნებით. მე ვარ უბედნიერესი, აი რომ ვიღვიძებ მადლობა უფალს და რაც მთავარია ღმერთი ვიპოვე და მე მივხვდი რომ მთავარი მიზანი რისკენაც უნდა მიილტოდეს ადამიანი, ჩემი აზრით, არის უფალი. იმიტომ რომ ჩვენი საბოლოო მიზანი სხვა არ არის, ჩვენ გარდავიცვლებით ყველანი და ქრისტიანობა შენ გეუბნება მართლმადიდებლური ქრისტიანობა ნამდვილი რასაც ქვია, რომ შენი სული არის უკვდავი, რომ ის ინფორმაცია მეცნიერულად რო ვთქვათ, არსად არ მიდის, შენი სიხარული, სიკეთე, სიყვარული, ერთგულება, სიძულვილიც, ეს არსად არ არსებობს, ბუნებაშიც არ იკარგება არაფერი. კი ბატონო. ამიტომ მე ვამბობ, რომ მე ვარ უბედნიერესი ადამიანი და ძალიან მიხარია ცხოვრება. წარმატებას მიეკუთვნება, მათ შორის თქვათ, კარგი გარეგნობაც, კარგ ფორმაში ყოფნაც და ყოველგვარი კომპლიმენტის გარეშე თქვენ ნამდვილად კარგად გამოიყურება ძალიან კარგ ფორმაში ხართ. თქვენ მათ შორის ძალიან გულწრფელად და ღიად საუბრობთ ხოლმე თქვენი ცხოვრების ჯანსაღწესზე, რომელიც მრავალი წლის განმავლობაში შეიმუშავეთ და 1-2 რჩევაც ამ მხრივ, იმიტომ რომ ძალიან საინტერესოა და ბოლო პერიოდის ასე ვთქვათ გამოწვევა მათ შორის ჭარბიწონაც, არასწორი კვებაც და ასე შემდეგ, ასე შემდეგ. როგორ ვიკვებოთ სწორად? თქვენი რჩევები რომ გაგვიზიაროთ, უკვე ახსენეთ რომ ბევრს დადიხართ ფეხით, ასევე რას ზღუდავთ თუ შესაძლებელი ამ მუსიკიდან ცოტა საყოფო ცხოვრებო თემაზეც გადმოვიდეთ. პირველ რიგში ორი რამე განსაზღვრავს ადამიანის მდგომარეობას. ეს არის მენტალური ჯანმრთელობა, ეს არის სტრესებთან გამკლავება, იმიტომ რომ სტრესებს ვერ მოიცილებ და ეს არის ის, რაც ჩვენ ორგანიზმში ჩადის. ხო, შორის მე მახსენდება ქრისტიანულ ყველა რელიგიაში ფაქტიურად კვებას ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა. ძალიან დიდი მნიშვნელობა ექცევა. აი მაგალითად, თუნდაც ისლამში არის ესეთი ფანტასტიკური წიგნი ყაბუსნამე. ერთ-ერთმა აღმოსავლელმა არისტოკრატმა გაფლანგა მთელი თავისი ქონება და დაუტოვა შვილს ერთადერთი წიგნი, სადაც საყოფაცხოვრებო რჩევებიც მისცა. შვილო, დღეში ერთხელ მეტად თუ ჭამს ადამიანიო, ცოცხალი ლეშია. ალბათ დისციპლინა არის ძალიან მნიშვნელოვანი, უნდა მივაქციოთ ყურადღება იმას, როგორ ვიკვებებით. მე გეტყვით, მე გარემოებები შემექმნა, გახსოვთ, თქვენ ძალიან დიდი ჭარბიწონა მქონდა და ვიკაპიცე ხელები და ასე ვთქვათ, გადავწყვიტე შევცვალე ჩვევები. არავითარი გემრიელი, ტკბილი, ცომი, რაც მავნებელია და მავნე ნახშირწყლები. ეს იმას ანიშნავს, რომ მე არ ვიკვებები და არა ვარ ბედნიერი. მე საკვებისგან ძალიან დიდ სიამოვნებას ვიღებ. ძალიან დიდ სიამოვნებას, უბრალოდ უნდა იცოდე რა უნდა მიიღო, როდის უნდა მიიღო, რამდენი უნდა მიიღო. არ არის მარტივი, ეხლა აქაც ნახეთ საკვები, რატო არის სტრესის დროს სურვილი, რომ ტკბილი მიირთვა, იმიტომ რომ დოფამინი და სეროტონინი, ეს ორი რამე გამოიყოფა და შენ ასე ვთქვათ, ილუზორულად ფუთავ ამ შენ სტრესს და მე ისევ გინდება და ვეღარ აკონტროლებ. სწრაფი გადაწყვეტა, მაგრამ მე გირჩევდით, აი სიარული არის არაჩვეულები მერაზედაც გითხარით 12-14 კილომეტრია ჩემ შემთხვევაში, მე შემიძლია მეტიც, მაგრამ ნუ მაინც რო არ დაიტვირთოს საყრდენ მოძრავებელი სისტემა და ახლობით ამდენი.
3-5 კილომეტრი დაუშვათ ყოველდღიური. იცით ლეო ბოკერიამ ცნობილმა ქირურგმა თქვა, რომ თუ კი ადამიანიო კვირაში 2 საათს მაინც დადისო, ძალიან ამცირებს კარდიოვასკულარული სისტემის დაავადებასო. ანუ თქვენ წარმოიდგინეთ, ხო 2 საათი კვირის განმავლობაში და იცი რა საღამოს გადი გაისეირნე, ლოცვა წაიკითხე, ვთქვათ სიარულის დროს გაიხსენე რაღაცა კარგი სიარულის დროს გამოიყოფა იგი წავიდა მესამე ენდორფინები. ესეც სიამოვნებების ჰორმონია, ასე რომ თქვენ მოგეხმარებათ სტრესის დაძლევაში. ბოსტნეული აუცილებლად ცილა უნდა იყოს. მე მაგალითად არ მიყვარს ხორცი. საშინლად არ მიყვარს ხორცი, აი ეს ყველაფერი. თევზით შევცვალოთ. ასევე შესანიშნავია რძის პროდუქტი, ოღონდ ნამდვილი რძის პროდუქტი. ანუ არა ფხვნილის, არამედ ნამდვილი რძის პროდუქტია. ყველი ძალიან იშვიათია დღეს, რომ ნამდვილი ყველი იყოს, მაგრამ შესანიშნავი პროდუქტია ყველი, ვთქვათ, ესეთი მაგარი ყველი, ოღონდ ცოტა დიდი რაოდენობით არა. ხილი შეიძლება ზომიერად, მე ამას წინათ აღმოვაჩინე, რომ დაბალი გლიკემიური მაჩვენებელი ქონია ალუბალს და ბალს მიირთვით. თუ კი დიაბეტიკი არ ბრძანდებით, ნებისმიერი ხილი შეგიძლიათ მიირთვათ, ოღონდ კილოგრამი ერთ ჭამაზე არ შეიძლება. თუ ეს მოგივათ, იმიტომ რომ ძალიან რთულია ამას დაანებოთ, თავი პირდაპირ ეს ჰორმონი გამოიყოფა ყოველ წუთას და გინდა რომ რაღაცა გემრიელი მიირთვა. მაშინ აუცილებლად გადით და იმოძრავეთ, ანუ იარეთ და უშოთ თუ მეტი მოგივიდათ, არავითარ შემთხვევაში არ დაწვეთ ნაჭამზე. გაიარეთ ეზოში, სახლს დაარტყით და უშოთ წრე, ან სახლში რაღაცა იარეთ ბოლოს და ბოლოს თვითონ შენობაში შეიძლება. ანუ სწორი ავოკადო არაჩვეულებრივი პროდუქტია. არაჩვეულებრივი პროდუქტია, რა ვიცი, ნებისმიერი და უშოთ ხაჭო შესანიშნავი პროდუქტია, ოღონდ ნამდვილი ხაჭო. კი ბეტონო, სწორი კვება, სწორი კვება. კი და მოძრაობა, კი. მაღწევთ შედეგს გსურს. და ბოლოსკენ დაგისვამთ კითხვას, ინტერვიუს ბოლოსკენ ურჩევა პრინციპში რამდენჯერმე გააჟღერეთ უკვე ინტერვიუს განმავლობაში, მაგრამ მაინც მათთვის, ვინც ახლა რაღაც გზის პირას დგას, დასაწყისში გზის და როგორ მივახციოთ წარმატებას. მათ შორის ახსენეთ, რომ არ გიყვართ ეს სიტყვა და თქვენ არ ხართ ერთადერთი რესპონდენტი, რომელსაც რატომაც ეს სიტყვა არ მოსწონს წარმატება, მაგრამ მაინც ასე თუ ისე რაღაცა მიზანი და შედეგი გულისხმობს წარმატებას. როგორ მივახციოთ წარმატებას? გააკეთეთ თქვენი საქმე კარგად და წარმატება თვითონ მოვა. წარმატება თვითონ მოვა, იცით, თუ გიყვართ ეს საქმე, აუცილებლად გაგიყვანთ ღმერთი სწორ გზაზე, თუ გიყვართ. არის კიდე რა თქმა უნდა, ახლა ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგს დღეს, ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს მარკეტინგს. ნუ ამ შემთხვევაში ან თქვენ თვითონ ახლა მე მაგალითად უცხოურ კომპანიებში მუშაობა მომეხმარა იმაში, რომ მარკეტინგი საკუთარი თავის პოზიციონირება შემიძლია. ვიღაცას ეს არ შეუძლია და ჭირდება სხვა ადამიანი, მაშინ ვიღაცა სხვა ადამიანს ახმარებით, მაგრამ პირველ რიგში შენ უნდა შექმნა პროდუქტი, რომელიც მოთხოვნადი იქნება ბაზარზე. კიდევ ერთხელ ვამბობ, რომ მოთხოვნადი შეიძლება ძალიან უხარისხო პროდუქტიც იყოს, მაგრამ თქვენ ეცადეთ მაინც რომ ხარისხიანი გააკეთოთ და აუცილებლად გამოგივათ თქვენი საქმე. და მოთხოვნაც გაჩნდება. გაჩნდება მოთხოვნა. უდიდესი მადლობა სტუმრობისთვის, ქალბატონო მაია. მაყურებელს და მსმენელს შევახსენებ, რომ უსმენდით პოდკასტ წარმატების ისტორიას. მე ვარ ჟურნალისტი მანანა ნოდია. დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი იყო მუსიკოსი, ჯაზ მომღერალი, თბილისის ბიგ ბენდის სოლისტი მაია ბარათაშვილი. მადლობა ყურადღებისთვის და დროებით.